ყველა ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. როცა გურიის ისტორიაზე ვსაუბრობთ, გონებაში ხშირად შუა საუკუნეების მონასტრები ან რევოლუციური სოფლები ამოგვიტივტივდება. თუმცა ჩოჩხათის თემი სრულიად სხვა, ანტიკურ საიდუმლოს ინახავს. აქ სუფსის პირას მიწა რომაული ლეგიონების კვალს მალავს, რომელთა ექოც ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეებიდან, ლაზიკის დიდი ომებიდან მოდის. ჩოჩხათი არქეოლოგებისთვის ნამდვილი გამოცანაა. აქ ერთმანეთის გვერდით 3 უძველესი ნაციხვარი მდებარეობს. ნასტეფნარი, კიბულაი და გორგოშაული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ადგილებში რომაული სამხედრო ძალების კვალია აღმოჩენილი. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გრიგოლ გურიელმა სოფელ მოედნის ტერიტორიაზე უცნაური ნანგრევები იპოვა. დუღაბით ნაგები აგურები და სქელი თიხის სვეტები, რომლებიც უძველესი ქალაქის ნაშთებს გავდა. თუმცა ნამდვილი აღმოჩენა 1995 წელს მოხდა. ვაჟა სადრაძის ექსპედიციამ აგურის ფრაგმენტს მიაკვლია, ლათინური წარწერით ლეგ. ეს 3 ასო აღნიშნავს ლეგიონს. მეცნიერთა ვარაუდით ეს იყო მე-15 რომაული ლეგიონის კვალი. იგივე ლეგიონისა, რომელმაც ბიჭვინთაშიც დატოვა ნიშანი. როგორც ჩანს, ჩოჩხათის სიმაგრეები ფაზისის, ანუ დღევანდელი ფოთის ციხეს ზურგიდან იცავდნენ ბარბაროსების თავდასხმისაგან. კიბულაის ნაციხარიდან დღესაც ხელისგულივით მოჩანს მთელი კოლხეთის დაბლობი. სწორედ აქედან აკვირდებოდნენ რომაელი გუშაგები ტერიტორიას. ადგილობრივები დღემდე საუბრობენ საეტლო გზაზე, რომელიც ამ ციხეებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ტოპონიმებიც ბევრს ამბობენ. ნასტეფნარი წმინდა სტეფანეს სახელს უკავშირდება. კიბულაი ტერასულ მთას. ხოლო გორგოშაული ძველ ქართულ სახელს, რომელსაც სპარსული მგლის ფესვიც კი შეიძლება ჰქონდეს. ასე რომ, როცა ჩოჩხათის გორაკებს გადახედავთ, გახსოვდეთ. აქ ოდესღაც რომაული ლეგიონები იდგნენ და კოლხეთის დაბლობს ისინიც გადაჰყურებდნენ. წყარო, გრიგოლ გურიელის ჩანაწერები და ვაჟა სადრაძის არქეოლოგიური კვლევები. მომდევნო გადაცემისთვის გურულ ფაილებში სხვა საინტერესო ამბავი ერთად მოვძებნოთ.